თბილისში საფეხბურთო სკოლა იმედში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითა და მხარდაჭერით ჩატარდა სპორტის ოსტატის გენო ზარიას ხსოვნისადმი მიზღვნილი თასის გათამაშება მინიფეხბურთში 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. ტურნირი მიზნად ისახავდა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების აქტიურ ჩაბმას ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ინტეგრაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული კომპაქტური ჩასახლებისა და ვაშლიჯვრის საფეხბურთო გუნდები. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად გამარჯვება ვაშლიჯვრის გუნდს ხვდა წილად. ბავშვები იზრდებიან, ემზადებიან დიდი ფეხბურთისათვის, თანაც ამასთან ერთად ისინი სკოლაშიც კარგად სწავლობენ, ქუჩას მოშორებული არიან, მიულოცოთ გამარჯვებულებს და წარმატება უთურებთ ქართულ ფეხბურთს და დევნილ ბავშვებს. მესამე წელიწადი ეს ტურნირი ტარდება გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი, ცნობილი ფეხბურთელი, სოხუმის დინამოს, ტორპედო ქუთაისის, სოხუმის ცხუმი გუნდის მთავარი მწვრთნელის, უბრწყინვალესი პიროვნების. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას აფხაზეთის მთავრობას, სპორტული მომზადების ცენტრს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას, ვინც მხარი დაგვიჭირა ამ ღონისძიების ჩატარებაში. დღევანდელი დღით ვარ ძალიან მაყოფილი, რომ ესეთი ახალგაზრდები ეძდება საქართველოს. ეს უკვე ტრადიციად იქცა ამ ტურნირის ჩატარება და ტარდება მაღალ დონეზე. ტურნირში გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჩვენმა გუნდა გაიმარჯვა და რაც თავარი არის დავიმსახურეთ და კარგად ვითამაშეთ და მომავალ ტურნირზეც პირობას გაძლევთ, რომ მეორეჯერაც ავამღმართავთ ამ თასს.